პოზიტივის პროპაგანდისტის გური სულთანიშვილის ქონება რომ ბაჩვენეთ, მაყურებელმა გთხოვა ბაჩოთიც დაინტერესდითო. წლებია ისი ჩალვა რამიშვილის ერთგულია. თუ გური მარცხენა ხელია, ბაჩო მარჯვენა. კაი გამარჯობა თქვენი დასანქცირებული პოზიტივიდან. ქვეყნის კურსი ძალიან სწორი ვექტორი გვაქვს არჩეული და ეს ძალიან ჩამოყალიბებული და მყარად იდეოლოგიზირებული არის ჩვენ არხზე. ბაჩო შედარებით მოკრძალებულად ცხოვრობს, თუმცა უძრავი ქონება და აწყობილი კერძო ბიზნესი არც მას აკლია. მაშინ, როცა ქვეყნის მოსახლეობის 13% სოციალური შემწეობის იმედად ცხოვრობს, დანარჩენი კი სიღარიბის ზღვართან ახლოს, გიჩვენებთ, როგორ ცხოვრობენ გავლენიანი ადამიანები, მაღალჩინოსნები და მათი ერთგული მსახურები. გახდით ჩვენი გამომწერი და ამ გადაცემის მომდევნო ეპიზოდები არ გამოგრჩებათ. ფაქტებსა და დოკუმენტებზე დაყრდნობით მოგიყვებით ფუფუნების ამბებს. არ დაგავიწყდეთ ამ ვიდეოს გაზიარებაც. ბაჩო ოდიშარიას სახელზეა 71 კვადრატული მეტრი ბინა ორთაჭალაში, ქალაქის და მტკვრის ხედით, რომელიც 2023 წელს იყიდა. იმავე წელს მისი მეზობელი გახდა გური სულთანიშვილი, რომელსაც ამ კორპუსში ზუსტად იგივე ფართობის ბინა აქვს. ბაჩო 25 სართულზეა, გური 30-ზე. მათ ბინებს ფასებიც იდენტური აქვს, 46,475 დოლარი. ბაჩო ოდიშარიას მეორე ბინა ნუცუბიძის პლატოზე აქვს. ესეც 2023 წელს იყიდა, ორთაჭალის ბინის შეძენამდე 6 დღით ადრე. ოდიშარიას კარგად აწყობილი ბიზნესიც აქვს, კლუბი და რესტორანი ბოტანიკო, რომელიც ოქროყანაში მარო მაყაშვილის აღმართზე მდებარეობს. კლუბის ადგილი იჯარით აქვთ აღებული თბილისის მერიისგან, კერძოდ აიბ ეროვნული ბოტანიკური ბაღისგან. ბაჩო ამ კლუბის დირექტორი და 33%-იანი წილის მფლობელია. 33%-ს ფლობს გამოიცანით ვინ? გური სულთანიშვილიც. მესამე პარტნიორი კი ირაკლი ვადაჭკორია, ასევე ქართული ოცნების მხარდამჭერი ბიზნესმენი. რესტორან ბოტანიკოში სახელმწიფო უწყებებიც ვახშმობენ. მაგალითად, 2025 წელს თბილისის მერია მაგ 30 სტუმარი მიიყვანა და 4500 ლარიანი სუფრა გაშალა. ეს ვახშამი იყო მშვიდობაზე მიძღვნილი 10-დღიანი ფორუმის ნაწილი. სახელწოდებით მშვიდობის როლი მდგრად სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაში. ბაჩო მუდმივად და მონდომებით აკრიტიკებს ამერიკასაც, ევროპასაც. მიყავს გადაცემა ევროპის დაისი, თუმცა იქ მოგზაურობაზე უარს არ ამბობს. მაგალითად, ბარსელონასაც სტუმრობს და ჰოლივუდსაც. კანის კინობაზრობა დასრულდა, მე პირადად. გემახსოვრებათ, რომ პოზიტივის წამყვანობის გარდა ბაჩო ოდიშარიას საქმიანობა ეროვნულ კინოცენტრთანაცაა დაკავშირებული. ამ სამსახურის წყალობით იმოგზაურა კანშიც, სადაც ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში თან ახლდა ოჯახი. როგორც თვითონ ამტკიცებს, ცოლშვილი მივლინებაში საკუთარი ხარჯებით წაიყვანა. ხსმენიათ ქართული ოცნების წევრების ან საჯარო მოხელეების დამალულ ქონებაზე. მოგწერეთ კონფიდენციალურად, მეილზე ან სიგნალში. დეტალებს აღწერაში იპოვეთ. არ დაგავიწყდეთ ჩვენი არხის გამოწერა და ამ ვიდეოს გაზიარება.